ქოცებმა აფხაზეთში შეიტანეს 3000 ტონა საწვავი. ეს არის ვაშა გადაცემა, სპეციალური გამოშვება. ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში შევიდა 3000 ტონა საწვავი. ოღონდ არ დაუკონკრეტებია ვინ, რატომ, როდის. თუმცა ერთ-ერთ დიდვან კოდს წამოწდა, რომ აფხაზეთში შევიდა 3000 ტონა საწვავი. სულ რაღაც 3000 ტონა საწვავი რა გახდა ამისთანავ. რამდენია 3000 ტონა საწვავი? ცოტა რთული წარმოსადგენია. მაგრამ ყველაფრის დათვლა შეიძლება მათემატიკურად. 3000 ტონა არის 50 დიდი ვაგონი ცისტერნა. 50. 3000 ტონა საწვავი არის 75 მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილი ცისტერნა, რომელიც საქართველოში იშვიათია, ცოტა ჩვენთან ძირითადად უფრო პატარა ცისტერნებს იყენებენ, ავტოცისტერნებს, ამიტომ ასე ცისტერნა უნდა იანგარიშოთ 150 ერთეული. ახლა წარმოიდგინეთ 150 ასეთი ცისტერნა რომ მიდგომოდა ენგურის ხიდს. ამას თუ გალში თუ არა, ყოველ შემთხვევაში ვიღაც შეამჩნევდა ზუგდიდში და რაიმე ვიდეო დადასტურება ამისი გვექნებოდა. ეს არ მომხდარა. ამიტომ სავარაუდოა, რომ ორი გზა არის ამ საწვავის შეტანის. ერთი არის რკინიგზით რუსეთიდან და მეორე გემით, ზღვით, სავარაუდოდ ასევე რუსეთიდან. 3000 ტონა საწვავი რომ გავანაწილოთ აფხაზეთში მოქმედ მანქანებზე, მათი ინსპექციის თუ მათი საგზაო პოლიციის მონაცემებით აფხაზეთში მუშაობ მდგომარეობაშია დაახლოებით 70000 მანქანა. უხეშად. 70000 მანქანაზე რომ გავყოთ 3000 ტონა, გამოდის რომ დაახლოებით 55 ლიტრი ერგება ყოველ მანქანას. ანუ ყოველი მანქანა გავმართეთ და კიდევ უფრო მეტი. მაგრამ თუ კი გეიანგარიშებთ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან მოსახლეობაზე. იქ დღეს მცხოვრებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ეს საწვავი არ მოხვდა, ან არ მოხვდება საოკუპაციო ძალების, საოკუპაციო ჯარების, რუსული ჯარების, თავდაცვის მინისტროსა და ფსბ-ს მესაზღვრეების ხელში. არანაირი გარანტია ამისი არ აქვს და რასთავარია ვერც კობახიძე ვერ მოგცემს ამის გარანტიას, იმიტომ რომ საწვავი შევიდა და იქ როგორ განაწილდება ამის თქმელი, ამის მცოდნე რეალურად არავინ არ არის. რას წარმოადგენს რუსული სამხედრო ძალა დღეისათვის აფხაზეთში? რა საჭიროება აქვს რუსულ სამხედრო ძალას კონკრეტულად საწვავისა, რომელიც რუსეთს ძალიან უჭირს? ეს ძალიან კარგად ვიცით. აფხაზეთში გუდაუთაში მოქმედი სამხედრო ბაზა თავის დროზე 2009 წელს შეიქმნა მოტომსროლელი ბრიგადის ბაზაზე და ოფიციალურად მისი რაოდენობა არის 4000 ადამიანამდე, მაგრამ ეს 4000 ადამიანი ბაზაზე მსახურობდა 2019 წლამდე. ბოლო მონაცემები არის 2019 წლის, ანუ ჩავთვალოთ რომ უკრაინის ომამდე. უკრაინის ომის შემდეგ კი ამ ბაზის, გუდაუთის ბაზის ხარჯზე, გუდაუთის ბაზის ბაზაზე შეიქმნა ცალკეული მოტომსროლელი პოლკი, რომელიც გაიგზავნა უკრაინაში. მოტომსროლელი პოლკი რუსული სტანდარტებით არის დაახლოებით 2500-2800 სამხედრო მოსამსახურე. ჩავთვალოთ რომ 4000-დან 2500-2800 სამხედრო მოსამსახურე იქ აღარ არის. ანუ ფაქტიურად დარჩა მე-13. ახლა მე-13 სამხედრო მოსამსახურე რას ნიშნავს ბაზაზე, იცის ყველამ, ვისაც უმსახურია რუსულ ჯარში. ან რომელიმე სხვა ჯარში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზა არანაირად არ არის ბრძოლის უნარიანი კი არა, მოქმედი არ არის პრაქტიკულად. ეს ერთი მე-13 ადამიანი საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს რაღაც ელემენტარული ფუნქციები ბაზის, სიცოცხლის უნარიანობა და დაიცვას ამ ბაზის პერიმეტრი. ანუ ძალიან უხეშად ვიღაცა დგას პოსტზე და ამ დროს ვიღაცა ზინავს. მე ეს ვიღაცა იღვიძებს და დგება პოსტზე. ერთი მე-13 მხოლოდ ეს არის. არანაირი აქტიური საბრძოლო მზადყოფნის ღონისძიებები, არანაირი სწავლებები, არაფერი ამ ბაზაზე არ შეიძლება ჩატარდეს. ჩვენ არ ვიცით რა ტექნიკა გააყოლეს იმ ეგრეთ წოდებულ მოტომსროლელ პოლკს უკრაინაში, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ გუდაუთის ბაზის შეერაღებისა და ტექნიკის ძირითადი ნაწილი და 2/3-ზე მეტი სავარაუდოდ უკვე უკრაინაშია. ახლა იქინა რა ნაწილი დაიკარგა, რა ნაწილი არ დაკარგულა, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ გუდაუთაში ეს შეერაღება აღარ იქნება. უკრაინის ომამდე ოფიციალური მონაცემებით გუდაუთაში იყო 40 ტანკი, T-72, 120 BTR 82, 18 გრადი და სხვა ტექნიკა. მარტივად შეგიძლიათ Google-ით
შეამოწმოთ ამ ტექნიკის დღიური მოხმარება, რამდენი სჭირდება ამ ტექნიკას მარშზე, რამდენი სჭირდება თავდაცვაში, რამდენი სჭირდება შეტევაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს სტანდარტები, მაგალითად ბრძოლის საბრძოლო სტანდარტები, რამდენი შეიძლება რომ ერთ მოტომსროლელ ბრიგადას და კიდევ ერთხელ ამბობ, რომ მოტომსროლელი ბრიგადიდან შეიქმნა გუდაუთის ბრიგადა, რამდენი შეიძლება რომ ერთ მოტომსროლელ ბრიგადას დაჭირდეს დღეში საწვავი. რუსული სტანდარტებით რუსულ მოტომსროლელ ბრიგადას სამდღიანი მარშისთვის სჭირდება დაახლოებით 50-60 ტონა საწვავის. ძირითადად დიზელზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი. საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად სჭირდება 300 ტონა და ამ 300 ტონით მთელი მოტომსროლელი ბრიგადა იბრძვის 3 დღე. 300 ტონით. ჩვენ ქართულმა მხარემ აფხაზეთში შეაგზავნა 3000 ტონა, ანუ 10-ჯერ მეტი. და გამოდის რომ გუდაუთის ბაზას ის საწვავის ის რაოდენობა, რომელიც შევიდა საქართველოსთან, საბრძოლოდ ეყოფა მთელი თვის განმავლობაში. მთელი თვე, მთელს ბაზას. ყოველგვარი უკრაინაში წასული სამხედრო მოსამსახურეების გარეშე. მაგრამ როდესაც ვიცით, რომ იმ ბაზის მესამედია დარჩენილი პირადი შემადგენლობის და ტექნიკისა ალბათ მინიმუმი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ფაქტიურად 1 წლით მოვამარაგეთ ეს ბაზა, იმიტომ რომ იქ არანაირი საბრძოლო მომზადება ახლა არ მიდის, არანაირი სწავლებები არ მიდის და რეალურად არაფერი არ ხდება. ის რაც უნდა ხდებოდეს ჩვეულებრივად ბაზაზე. ჩავთვალოთ, რომ გუდაუთის ბაზას თუკი იქამდე მივიდა საქართველოს სახელით შეგზავნილი საწვავი, გუდაუთის ბაზას მთელი წლის განმავლობაში არ მოაკლდება საწვავი. გაცილებით ნაკლები ძალები ხავს რუსეთის ფსბ-ს. მე მესაზღვრეებს გულისხმობ, რუს ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებს. იმათ ეს 3000 ტონა ეყოფათ ალბათ სავარაუდოდ 2 წელი. მოკლედ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პასუხები კონკრეტულად როგორ განაწილდება აფხაზეთში, ან როგორ განაწილდა აფხაზეთში ეს საწვავი. ვინ მიიღო საწვავი? ვის მიყიდა იმ რაღაცა კომპანია, რომელიც ახალსაც არ გვეუბნებიან ჯერჯერობით, რომ ვის მიყიდა აფხაზეთში, იმიტომ რომ ქართული კომპანია ვერ დაიწყებდა აფხაზეთში ვაჭრობას, ხო გასაგებია. მიყიდა რომელიღაც რუსულ კომპანიას, რა თქმა უნდა რუსულს, რომელიც იქ ოპერირებს და მოახდინა მასთან რაღაც ფორმით ანგარიშწორება. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა ფორმით მოხდა ეს ანგარიშწორება. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა კომპანიაა რუსული, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა თქმა უნდა რა კომპანიაა ქართული. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ფული როგორ გადმოირიცხა რუსეთიდან თუ სოხუმიდან საქართველოში. ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ეს საბანკო გზა აუცილებლად უნდა გახსნას საქართველოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობით 99%-იანი ალბათობით ეს ქართული კომპანია, რომელიც ამაში მონაწილეობდა, შეიძლება გახდეს სანქციების კანდიდატი. იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობით ის რუსული კომპანია, რომელიც საწვავს ყიდის აფხაზეთში, იქნება სანქცირებული ევროპაში, ევროკავშირის მიერ, შეერთებული შტატების მიერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ძალიან ბევრი რამ, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას აუცილებლად პასუხი აქვს გასაცემი ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე. ეს საწვავი ნამდვილად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დარიგდა, აფხაზეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დარიგდა თუ რაღაც ნაწილი მაინც შეხვდათ იქაურ ნამდვილ ოკუპანტებს, ანუ რუსებს. ეს პასუხები ჩვენ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ირაკლი კობახიძე მოინდომებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ირაკლი კობახიძის შემცვლელი მოინდომებს ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემას. ზოგადად, სანამ ქოცები ფლობენ ძალაუფლებას, არ მგონია, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოინდომა. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ კითხვებს ოდესმე აუცილებლად გაეცემა დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი, იმიტომ რომ სხვანაირად საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ვერ განვითარდება. და ეს რა თქმა უნდა ქოცების გარეშე მოხდება. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ და გამოგვიწერეთ აუცილებლად. დასთავარია, გამოგვეხმაურეთ YouTube-სა და Facebook-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. ჯერ პრობლემაში გადაცემა და